ეხლა კი შევჩერდები პარფიუმზე და ზამთრის ფავორიტებში არ შემიძლია არ აღვნიშნო ლანკომის ჰიპნოზი. პარფიუმი ალბათ ბევრი თქვენგანისთვის არის საყვარელი, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ამ პარფიუმს მხოლოდ ზამთრის პერიოდში ვიყენებ, არის ძალიან ტკბილი, თბილი და უხდება ზამთარს. გაზაფხულზე კი მე მას გვერდზე გადავდებ და შევინახავ მომავალი ზამთრისთვის, რადგან ძალიან თბილია ჩემთვის ეს გაზაფხული ზაფხულისთვის და ოდნავ მძიმე. რამდენიმე დღეში გაზაფხულიც დგება და მინდოდა რაღაც არაჩვეულებრივი, განსაკუთრებულად ყვავილოვანი, ნაზი და ისეთი პარფიუმის შეძენა, რომელიც აქამდე არ მქონია. დიდი ხნის განმავლობაში ყოველ დღე შევდიოდი ჩვენს პარფიუმერულ მაღაზიაში და ვუკეთებდი ტესტირებას ყოველ დღე სხვადასხვა სუნამოს. იყო ნარცისო როდრიგესის შავი, ვარდისფერი, თეთრი, რომელიც ახალია ბაზარზე, რამდენიმე შანელის სუნსაც გაუკეთე ტესტირება. ყველა თავისებურად ლამაზია, მაგრამ ვერ გამაოცა მე მათმა სურნელმა, რადგან მე მსგავსი არომატები სახში მაქვს. ბოლოს უკვე იმედი გადაწურული მქონდა, მეგონა რომ ჩემთვის შესაფერი საგაზაფხულო არომატს ვერ ავარჩევდი, მაგრამ ახლზე ისე ლამაზად მიღიმოდა ეს პარფიუმი. Dolce Gabbana's The Only One. გაუკეთე ტესტირება მაჯაზე და მთელი დღის განმავლობაში ტესტავდი, ვეჩვეოდი ამ სურნელს. მეორე დღესაც მქონდა მაჯაზე მე სურნელი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ხელების დაბანა, იმდენად გამყოლი და იმდენად ლამაზი სურნელი შლეფი დამიტოვა ამ სურნელმა, ამ სუნამომ. მეორე დღესზე დავბრუნდი, დიდი ხნის ორჭოფობის გარეშე შევიძინე. ვარ ძალიან კმაყოფილი და მათ საყურადღებოდ, ვინც ეძებთ გაზაფხულისთვის ლამაზ, ყვავილოვან, არა შემაწუხებელ და მდგრად პარფიუმს, Dolce Gabbana's აი ამ პარფიუმზე გაამახვილეთ ყურადღება. არის უგემრიელესი, ულამაზესი სურნელით და ზუსტად ისეთი, რომ გაივლით და დიდი ხნის განმავლობაში კვალს დატოვებთ და არ დავიწყდებით არავის. მოკლედ, აი ესე აღწერე, ეს ჩემი ახალი აღმოჩენა, ეს არის ზამთრის აღმოჩენა გაზაფხულისთვის. აი ესე დავარქვევდი მე ამ არაჩვეულებრივ სუნამს. მოკლედ, ეს იყო ჩემი ზამთრის ფავორიტები ბიუთი სფეროში. ეხლა კი გადავდივარ საყოფაცხოვრებო ნივთებზე, რომელმაც მე გამაოცა რატო? რადგან პირველად ჩემ ცხოვრებაში შეუკვეთე ჩინური საიტიდან, ვიშიდან ეს საყოფაცხოვრებო ნივთები. მე ყოველთვის თავს ვარიდებ იაფი პროდუქტების შეძენას და განსაკუთრებით ჩინური საიტებიდან. არასოდეს აქამდე არ მქონდა არც AliExpress-იდან რამე შეკვეთილი და მით უმეტეს ვიშიდან. ეს ორივე არის ძალიან იაფიანი და ჩინური საიტი. რამ გადამაწყვეტია მე ამ ჩინური საიტიდან ნივთების გამოწერა. ვეძებდი ჩემი ჩანთებისთვის ჩასაწყობებს, ყუთებს, კონტეინერებს და ასე შემდეგ. ამ ძებნაში გადავაწყდი აი ესეთ ჩანთების ჩიხოლს, ორგანიზებისთვის განკუთვნილს, რომელსაც აქვს 6 უჯრა. ერთის გახსნა უკვე მოვასწარი. აქვს ესეთი საკიდი რკინის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაიჭერს 6 ჩანთას და აი ამ განყოფილებებში თავსდება ჩანთები. შევიძინე რამდენიმე ცალი და იმედი მაქვს გაამართლებს. ეს ერთი პროდუქტი, რამაც ძალიან გამაოცა და გამაკვირვა, რადგან ჩამოვიდა ესეთი კარგი ხარისხის ჩანთებისთვის განკუთვნილი ორგანიზერი და კიდევ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც მე თქვენ გაჩვენებ. ეს არის აი ესეთი ფერადი, ძალიან ლამაზი კოვზები. ეს კოვზები არის განკუთვნილი ცხობისთვის, კულინარიისთვის და სამზარეულოსთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ კოვს აწერია გრამები. 5 გრამიანი, 6 გრამიანი, 8 გრამიანი და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც ამზადებთ ნამცხრებს, როდესაც ამზადებთ კრემებს და ასე შემდეგ და არ გაქვთ სასწორი, ჩემი აზრით, ესეთი კოვზები არის ძალიან პრაქტიკული და ზედმეტი პრობლემის გარეშე და აწონვის გარეშე ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ ეს არაჩვეულებრივი
ფერადი კოვზები. მე ეს კოვზები უკვე გამოვიყენე ჩემი საცხების დასამზადებლად. არ დამჭირდა ზეთის და შის კარაქის აწონვა სასწორზე, რადგან ამ ლამაზმა კოვზებმა დიდი დახმარება გამიწია და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გადავთვალე ჩემთვის საჭირო რაოდენობა. მოკლედ ეს მეორე პროდუქტი, რაც მე ვიშიდან შევიძინე და რითაც მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი და მინდა გითხრათ, ძალიან იაფად. ხელმისაწვდომ ფასებში იყო ყველაფერი. შემდეგი ძალიან უბრალო, მაგრამ პრაქტიკული საყოფაცხოვრებო ნივთი, ეს არის ესეთი პლასმასის სათავსო, რომელშიც ვათავსებ ჩვენ ჭურჭლის სარეცხს გუბკას. აი აქ ასეთი მისაკრავები, აი ვამაგრებთ აი ამ მისაწებლებით ჭურჭლის სარეცხს ნიჟარაში და ჩვენი გუბკაც არის მოთავსებული იქ, სადაც უნდა იყოს და არ არის ის მიგდებული სამზარეულოს ზედაპირზე. ძალიან უბრალო, მაგრამ დამეთანხმებით ძალიან პრაქტიკული ნივთი. და კიდევ ერთი საყოფაცხოვრებო ნივთი სამზარეულოსთვის ეს არაჩვეულებრივი გულის ფორმის რკინის ფორმა, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, რომელსაც აქვს ესეთი სახელური, რომ ხელი არ დაგვეწვას და ალბათ ყველა მიხვდით ტურისტისაა ეს ნივთი. ესე იგი, დებთ ტაფაზე, გახურებულ ტაფაზე და წვავთ კვერცხს. გულის ფორმის. აქ არის ძალიან ლამაზი, ესთეტიური და ხელიც არ დაგვეწვება და ძალიან ლამაზად გავაფორმებთ ჩვენ საუზმის მაგიდას. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემი ზამთრის ფავორიტები. ცოტა გამიგრძელდა ვიდეო, ცოტა კი არა, კარგად გამიგრძელდა ვიდეო, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა ჩემი ზამთრის ფავორიტები თქვენთვისაც გამეზიარებია. თუ ჩათვალეთ საინტერესოდ და ოდნავ მაინც ინფორმატიულად ჩემი დღევანდელი ჩართვა, არ დაგავიწყდეთ ლაიქების დასმა და კომენტარების დაწერა, თუ რომელი პროდუქტი მოგეწონა თქვენ და რა გახდა პირადად თქვენი ზამთრის ფავორიტი. მე კი ახლა გემშვიდობებით, მომავალ ჩართვას კი აუცილებლად დავუთმობ შის კარაქს და დავამზადოთ, გადავაკეთოთ ტანის და ხელის საცხები და დავამზადოთ პრობლემური კანისთვის არაჩვეულებრივი შის საცხი. დროებით გოგოებო, ძალიან მიყვარხართ, გემშვიდობებით ყველას.